გუშინ ბათუმში სასჯელ აღსრულების მესამე დაწესებულებაში პატიმრები შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით რეაბილიტირებულ დაწესებულებაში შერეული სასჯელის მქონე პატიმრები მოათავსეს. მსჯავრდებულების გადმოყვანა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლობა არ დასწრებია, როგორც ომბუდსმენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სატელეფონო საუბარში განმარტა, საპრობილეში პატიმრების განაწილების საკითხზე და არსებულ სიტუაციაზე მონიტორინგი ხვალისთვის იგეგმება. ბათუმის მესამე დაწესებულებაში პატიმრების გადმოყვანის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა უწყებაში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოუცლელობის გამო მაცნესთან განმარტებების გაკეთება არ ისურვეს. შეგახსენებთ, რომ მესამე სასჯელ აღსრულების დაწესებულება ოფიციალურად 29 აპრილს გაიხსნა. როდის გადმოიყვანეს პატიმრები? შეგიძლია რო გითხრათ? მე ვიცი, რომ რამოდენიმე მანქანა გადმოიყვანეს. დღეს საღამოსაც ელოდებიან კიდე.